ჩვენ დღეს პროკურატურას მოვმართეთ განცხადებით, წარმოდგენილი გვაქვს ევას ქალიშვილის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი და ჩვენ ამდენ ვამტკიცებთ, რომ უკვე მე-6 თვეა ეს გოგონა მოთავსებული არის ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე სამკურნალო დაწესებულებაში, რასაც პროკურატურა არ გვიჯერებდა და დღეს წარმოადგენთ ეს დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ 30 დეკემბერს მას უსრულდება სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის 6-თვიანი ვადა მთავრდება. აქედან გამომდინარე, ნახეთ, საქართველოს კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ პირდაპირ უთითებს, რომ 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ადამიანი არ დათანხმდება მკურნალობას, აუცილებელია ეცნობს პროკურორს ან მეურვეს. აქედან გამომდინარე, პასუხგაუცემელია კითხვა, ყოველ თვეში ერთხელ თანხმობა ვინ აძლევდა სამედიცინო დაწესებულებას, რომ გაეჩერებინა ეს გოგონა და 6 თვის გასვლის შემდეგ რა უნდა მოხდეს, როდესაც მისი მხარდამჭერი პირი ევა შაშიაშვილი იმყოფება ინტენსიურ დაწესებულებაში. ყოველი 1 თვის გასვლის შემდეგ აუცილებელია პაციენტის თანხმობა. და ნახეთ, ეს ადამიანი იმდენად ძიმე მდგომარეობაშია ევას ქალიშვილი, რომ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების ქონა, რა ვიცი, როგორ ახერხებდა გამოეთქვა თანხმობა მხარდამჭერის გარეშე, ეს წარმოუდგენელია ჩვენთვის და ამიტომაც ვითხოვთ, რომ შესწავლილი იქნეს ვინსი თანხმობით ან ვინ დაწერდა ხელს ყოველი თვის გაგრძელების შესახებ სტაციონარში. 6-თვიანი ვადა გადის მოგეხსენებათ 30 დეკემბერს, ჩვენ გაინტერესებს რა მოხდება ამ ბავშვის თავს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, ემამოთავსებულია, თავისუფლება შეზღუდულია ქალბატონი და ვინ გაიყვანს ამ ბავშვს, სად მოათავსებს სახელმწიფო აცნობებს თუ არა ამის შესახებ პროკურორი ქალბატონ ევას, ამ კითხვებით დღეს ჩვენ მომმართავთ პროკურატურას. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია 2018 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. სიმსივნე ამ პერიოდის განმავლობაში არ გამქრალა. 25 წლის კვლევები ევას ჩატარებული არ აქვს, იმიტომ რომ დააკავეს შემოდგომაზე, როდესაც უნდა ჩაეტარებინა აღნიშნული კვლევები. მიუხედავად ამისა, მიმართული გვაქვს ჩვენ პენიტენციური დაწესებულებისთვის და მოვითხოვეთ, რომ იქ ჩაუტარდეს ევას კვლევები, 2025 წლის კვლევები. დანარჩენი, რაც შეეხება შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლომ, რომელიც არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ევას შვილზე ვერ გამოვითხოვ ინფორმაციას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე საქმე ეხება ევას და არა მის შვილსო. ბატონებო, საქართველოში არ ვიცი ხარ ამდენ დიზიარებენ, მაგრამ კონვენციის მესამე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს პატიმარი არ უნდა იყოს არა ადამიანურ და ღირსებაშემლაფხვრელ მოპოვებაში, რაც თავისთავად იმას რომ გულისხმობს, რომ ევას, როდესაც არ აქვს ინფორმაცია მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რა თქმა უნდა განიცდის მორალურ ტანჯვას და ეს არის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.